Evo, ko? Ხეივნის ის იყო რა ქვია. დადოთ ყველანაირად კომპენსაცია, რომელსაც ჩვენ რას ვამბობთ, რა თქვენ პარტია. ან ალტერნატიული პარტია ჩვენ. და იქ არის $600 კვადრატი. წინააღმდეგი იმ სიკეთის, რომელსაც ზედმეტი კიდე უნდა მივცეთ აგერა სახლი, აგერა კარი. არის ადამიანი აქ აპირებენ გზის გაყვანას 659 ლარს სთავაზობენ კვადრატულ მეტრზე. დაადგინა აუდიტორმა რომ აქ ქვემო ფონჭელაშთან მდებარედ $650 ღირს კვადრატული ფართი. მინდა აღვნიშნო რომ ექსპლუატატორი მოცემულ შემთხვევაში არგვებს საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხს, სადაც საუბარი არის სამართლიანი სრული და წინასწარ ანაზღაურებაზე, რასაც ჩვენ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ქუჩაში ხრჩებით. არაძლევენ ის თანხა, რაც გვეკუთვნის, რაც გვაქვს. 50 ოჯახი რჩება უსახკაროდ. 2013 წელს შეაფასეს მათი სახკარი კურსით 1.68 თეთრი და 2017 წელს ასახლებენ, როდესაც კურსი არის 2.60. 50 ოჯახს დაერიცხა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან უკვე სამოყვ ანგარიშებზე თანხა, მაგრამ ეს ხალხი არ კიდებს ამ თანხას ხაზს, ვინაიდან ვერაფერს ვერ ყიდულობენ. ვერც ერთი აქ ყოფი ოჯახი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ოჯახს თავშესაფარით. და ასეთ ვითარებაში მე მიმაჩნია რომ არის დაუშვებელი ამ ხალხის გასახლება, თუნდაც სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით. უნდა მოხდეს დაანგარიშება დღეს არსებული კურსით და მით უფრო როდესაც ახლა ხელის გულზე გვაქვს მაგალითი ქალბატონი ნაზღაიძის და მერიის მხრიდან 1 მილიონი ლარი მხოლოდ ერთ ოჯახს ჩაერიცხა. მე ვფიქრობ დედაქალაქის მერია უნდა დაელაპარაკოს აქ არსებულ ასე ვთქვათ 50 ოჯახს და შესაბამისი პირობები მუნიციპალურ განვითარების ფონდთან ერთად შეუქმნას, რათა 50 ოჯახი არ აღმოჩნდეს ქუჩაში.